მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, სასწაულების აძიებლად წყალტუბოში ჩამოვედით. ამ არაჩვეულებრივ ეზოში, არაჩვეულებრივ სახლში ვართ ოტიას ეზოში, სახლ-მუზეუმში ოტია იოსელიანის, მაგრამ არ ვართ აქ ოტია იოსელიანზე სალაპარაკოთ, მოსულები გაგიკვირდებათ და უნდა ვისაუბროთ ლუდზე. პატარა ოტია, დიდი ოტიას შვილიშვილმა ლუდის ხაშვას მიხო ხელი. და ეძებს ქართულ ჯიშებს, აგროვებს სხვადასხვა ინფორმაციას, ცოდნას და ეხლა დადგა იმისი ჟამი, რომ ერთად მოხარშოთ ლუდი და ეს ცოდნა და ინფორმაცია გავაზიაროთ ადამიანებთან. ხარშვის პროცესი უკვე მიდის და ძალიან გაგვიმართლა იმაში, რომ ერთი საოცარი პროფესიონალი, ლუდის მკვლევარი იმყოფება საქართველოში და ჩვენ გვექნება შანსი, რომ მასაც გავესაუბროთ. მოგეხსენებათ, ლუდი ძალიან სარიტუალო სასმელი იყო ოდითგანვე და უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა კაცობრიობის ისტორიაში. მე დიდად რო გითხრა ლუდის მაგარი მსმელი ვარ, თქო, ტყუილი იქნება. მაგრამ აი ესე რაღაცა საოჯახოდ და დიდი სიყვარულით მომზადებულს გავსინჯავდი დიდი სიამოვნებით. პროცესი უკვე დაწყებულია და ჩვენ ამ პროცესში პირდაპირ კამერებით შევაჭრით. დაიწყო უკვე პროცესი მიდის. ეხლა რა საკეთებ? უნდა დაიმტრეს, დაფხვა არა, დამტრება. ეს ხავდა. როგორი იყო და როგორი არის? ეხლა ვაკეთებ საინახე აგერ არის რუხი ფორმის ლუდი. დაახლოებით ისეთი რაც ფაში მოიხარშებოდა. ალაოს ვამზადებთ და ეს პროცესი უნდა გავიაროთ. ამასია შელესვა, ამასია ხარშვა. ორნაჭურად ამხელა ამბავი მიმდინარეობს. აი ამგან გამოვა სასმელი, რომელიც ადამიანს ძალიან უყვარს უკვე ალბათ 10,000 წელი, ერთი მეტი არა. ეს მიცემს შეგულილის გემოს. ლუდის ისტორია დაახლოებით 10,000 წლის წინ ძველ მესოპოტამიაში იწყება. შუმერებს ლუდის ქალღმერთიც კი ჰყავდათ, მინგასი. ხოლო მისადმი მიძღვნილი ჰიმნი ერთ-ერთი უძველესი რეცეპტია კაცობრიობის ისტორიაში. ლუდი რიტუალური წმინდა სასმელი იყო. მას ტაძრებში ღმერთს წირავდნენ. ქურუმები იყენებდნენ ცერემონიებში, ხოლო მუშებს ხშირად ხელფასს ლუდით უხდიდნენ. ძველ ბაბილონში ლუდი უკვე კანონით რეგულირდებოდა. ჰამურაბი თავის კანონებში ლუდის ხარისხსა და ფასს ადგენდა. გაყალბება კი ხშირად სიკვდილითაც კი ისჯებოდა. მესოპოტამიიდან ტრადიცია ეგვიპტეში გავრცელდა, შემდეგ კი ევროპაში. შუა საუკუნეებში გერმანია და ბელგია ლუდის კულტურის ცენტრებად იქცა. მონასტრები ლუდს ახარშებად გადაიქცა. ბერები აუმჯობესებდნენ ტექნოლოგიას.
მე-11 საუკუნეში ერთმა ბერმა, წმინდა არნოლდმა, შავი ჭირის დროს ხალხს წყლის მაგივრად ლუდისმა ურჩია, რადგან იქ ბაქტერიები კვდებოდა. გადმოცემის თანახმად, მისი ლოცვით ლუდის ქვაბი სასწაულებრივად გამრავლდა და ხალხი გადაარჩინა. ის დღემდე ლუდის მფარველ წმინდანად ითვლება. ხოლო 1516 წელს გერმანიაში მიიღეს ლუდის სიწმინდის კანონი, რითიც ლუდის ხარისხს არეგულირებდნენ. ლუდის კულტურა საქართველოში წოდიდგანვე იკიდებს ფეხს. მთიან რეგიონებში ლუდი დღემდე რიტუალური სასმელია. მთაში მოხარშული ლუდი მხოლოდ სუფრისთვის არ არის. ის მზადდება წმინდა დღესასწაულებზე. ლუდის ხარშვა ხშირად კაცთა საკრალურ მოვალეობად ითვლებოდა და მას განსაკუთრებული წესები ახლავს. ლუდი აქაც არის ერთიანობის სიმბოლო, სოფლის, თემის და წინაპრების ხსოვნის. ასე რომ ლუდი მხოლოდ სათრობელა სასმელი არ არის. ეს არის ისტორია, რიტუალი და კულტურა. ძველი მესოპოტამიიდან ევროპულ ცივილიზაციამდე. და თქვენ ესე იგი დილით იწყებთ 5 საათზე? ეგრევე ჯობია, ხო? რა 12-ზე უკვე მე გაგრილებას დრო უნდა. გამახსენდა ეხლა მე ჟან-ჟაკთან რო ვიყავ, ისიც პურის წყობას 5 საათზე იწყებს. ეგრე ჯობია რა, უფრო წყნარად და შვიდად ხარ. აქ მე ხალხი რაღაცა რაც უფრო ცოტა თვალია, უფრო კაი გამოდის რა. შენ ჭკუაზე ხარ რა. როდის დაიწყე ამის კეთება? ეს დავიწყე 19-ში. მოხოთ მაშინ საექსპერიმენტო. ეს არ არის ტიპიური სახარში. ტიპიური სახარში არის 3 ქვაბია და ეს ახლა ადგილის დეფიციტის გამო არის all-in-one ქვია ამ ვერსიას რა. ერთ ქვაბში არის ყველაფერი, თორე ეს არის გაჭირვების გამო, თორე ისე სხვანაირი სახარშები არის უფრო. აი ეს რაღაცა ამწეკრანივით არის? ხო, ამან უნდა ჩადოს იმაში, ეს ძიმია ხელით და ეს არის ქვაბი და ამაში იწყებს ხარშვა. ხო. ბუნკერი ქვია ამას. ბუნკერი. ანუ ამიანად უნდა ჩაიდოს? ხო. ჩაკიდულს აკეთებ ფაქტობრივად. So 42. Wait for 50 years. It's better. We get too low. It's some enzymes that will. იანმა თქვა 50-ზე ავიდეს, ანუ ყველა ლუს თავისი ტემპერატურული რეჟიმები აქვს და ეხლა რასაც ხარშავთ, იანი კარგავს ყველა. ეს არის წყლის ტემპერატურა? ხო, ეს არის ეხლა ჩვენ რამდენი გვინდა და ეხლა რამდენი არის. აჰა. ეს ამას არ ვახსენებ ყურადღებას, ეს სხვა რაღაცა. 55 გვინდა და 42-ია ჯერ. 55 გრადუსი Reach 50 degrees, it's fine, but we don't. If we blend it now, we get. თუ ახლა ავურევთ, მივიღებთ 35-ს და შემდეგ იქნება ფერმენტი, რომელიც ლიპიდებს დააჟანგებს. მაშ ახლა რა იქნა? Wait a bit. ცოტა დაველოდოთ. გარეთ სხვა ტემპერატურაა, შიგნით სხვა ტემპერატურა არის და მორევა კაია. ახლა შეიძლება 50 would be optimal. აი. So ეხლა აქ უნდა დაველოდოთ, სხვა შანსი არ გვაქვს. 50-ზე უნდა ავიდეს. 42-ია ჯერ. ამ ლუდისთვის იანს ღვინიდან გამოაქვს საფუარი და ის საფუარი უნდა უქნათ ლუდს. ანუ რაღაცა გამოვა it will be like ეს ღვინოსა და ლუდის ჰიბრიდივით იქნება. Have you done it before? ადრე გაგიკეთებია? დიახ, ბევრჯერ. ეს მარტივია. ლაშესთან ერთად ვაკეთებდით. გაგვიკეთებია სომხეთში, გაგვიკეთებია მოლდოვაში. ბევრ ადგილზე გაგვიკეთებია. ჩვეულებრივი საქმეა. Business as usual. Yeah, let's go. Careful, yeah. უნდა დარწმუნდეთ, რომ გარედან არაფერი ცუდი არ მოხდეს შიგნით, ხოლოდ შიგ თავსი გვინდა. პირსახოც მოვიდან. საფუარი რითი როგორ უნდა ავიღოთ? ღვინის ფსკერზე რაც არის, წლევანდელი ღვინის ფსკერზე ის არის საფუარი. ჩვენ მხოლოდ შიგნით რაც არის, ის გვინდა და არა გარეთ რაც არის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. რა განსხვავებაა? ეს საფუარის ნაზავია. ის ველურია, ბუნებიდანაა, რეგიონებიდანაა, ყურძნიდან მოდის. არასოდეს იცი რა მოდის ყურძენზე. ეს არ გადავიღია არავის მართლა გეუბნები. ეხლა რასაც იცი. That's the fun. It's like a Kinder Egg. ეს კინდერ სურპრიზივითაა. For მაშინ გემოც განსხვავებული უნდა იყოს. არასოდეს იცი. წინასა არ იცი. ვრისკავთ. what we do. ახლა რასაც ვაკეთებთ არის ის, რომ ამას ამ შაქრიან ხსნარში ვათავსებთ, სადაც საფუარი ისევ დაიწყებს მუშაობას. Get back to work. შემდეგ ყნოსავ და ინტუიციურად წყვეთ, კი თუ არა. თუ ისეთი სუნი აქვს, როგორიც არ უნდა ჰქონდეს, ან ისეთი, რაც ლუდში არ გინდა, Something you would wish მაშინ არ გამოიყენებ. not to use it. ინტუიცია ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, ხო? საერთოდ ჩვენ ხარავთ ხოლმე
იმას ინდუსტრიულ საფუარს, მაგრამ ეხლა იანთან ერთად გავრისკავდა, ისე მარტო მეშინია ჯე. მიკროსკოპის გარეშე ძალიან რთული ამბავი. ჩვეულებრივ მირჩევნია მიკროსკოპი მქონდეს. ერთია ინტუიცია, მეორე კი დარწმუნება. So take ერთხელ მინდა გადავამოწმო, რადგან ჭუჭყი გავწმინდეთ. მიკროსკოპში ჩვეულებრივ ორმაგად ვამოწმებ. This is very thin. Here it comes the yeast. აჰა, წამოვიდა. გამოიპარა. საფუარი მოვიდა. This can be potentially okay. რასაკეთებს საფუარი ლუდში? იქაც იგივე პროცესია, რაც ღვინოში შაქარს ჭამს და მიწყება. ახლა რისკზე მივდივარ. ეს უნდა გადავღვარო. ქვევით იყო და საუკეთესო მდგომარეობაში ნამდვილად არაა. ჩვენ გვინდა საფუარი. ქვევით არის მკვდარი, ზევით არის მძინარი. ჩვენ მძინარი გვინდა, თეთრი ფერის არის. ეს ნახე როგორი ის არის. ახლა მეტი ღვინო მოდის. მკვდარი არ გვინდა. This is like the graveyard. ეს სასაფლაოს გავს. მკვდრები არ გვინდა გაცოცხლები. Alive ones to get. გვინდა So they get ცოცხლები რომ more fit, გაძლიერდნენ. not the dead ones to come back to life. ეს ზომბი აპოკალიფსი იქნება. We want the აი კარგი ნაწილი. okay. let's გონია say that's საკმარისია. enough. This is enough, I think. და უნდა დავაცადოთ რამე ხანი სანამ შეჭამს ეს საფუარი თუ This is for sure enough. ეს ნამდვილად საკმარისია. ახლა კი გთხოვ უკან დაახურე. ჩვეულებრივ ცეცხლი გჭირდება, რომ გააცხელო. ოკეი. It's wild. So Better after. ეხლა მანდ რა ხდება? რატო ვასხამთ შაქრიან წყალში? იმიტომ რომ შაქარი გააღვიძებს. გააღვიძებს. იმიტომ რომ ამაში ხო დამწვარია უკვე შაქარი. ხო. აღარ არის შაქარი. და ეხლა შაქარი შაქარი საქმეც აღარ აქვს. თუ შაქარია დაიძინავს. ძინავს და ეხლა უნდა გაიღო. ო, შაქარი. ხო და შაქარი. Now it's Yeah, now it's time. 50 გრადუსი. Let's do it. Start the mashing. წყალთან არა აქვს შეხება უშუალოდ. კი, ეხლა შევარ. აი, So this is for good pictures. სუნის ეხლა წამოვანეუნება. What strike temperature we have? So we have 51. It has almost, it's perfect temperature. ეს თავისით გააჩერებს მითითებულ ტემპერატურაზე. კი, გამოირთვება და ოკეი. We'll keep it there, 52 for a while. Why it's important? რატომ არის მნიშვნელოვანი ასე შენარჩუნება? Measures. ეს უბრალო პროცესია საფუარისთვის დუღილის მოსამზადებლად. მას ამინომჟავები სჭირდება ცილების ბიოსინთეზისთვის. Proteins. და ამ ტემპერატურაზე უზრუნველყოფთ გამრავლებისთვის საჭირო საკმარის რაოდენობას. Sufficient supply for reproduction. უბრალოდ უსაფრთხოების ზომაა. Safety measure. რამდენი ხანია რაც ამ საქმეში ხარ? Business. ამ საქმეში თითქმის 30 წელია ვარ. 30 წელი. დიახ, დიდი დროა. You like beer? იყვარს ლუდი? დიახ, ლუდი მიყვარს. Yeah, I started with the brewing. 29 წლის წინ დავიწყე ხარშვა. იან, let's start. ხო, დავიწყოთ. Exactly, the rotation. ახლა ტემპერატურა ძალიან კარგია. Couldn't be better. უკეთესი ვერ იქნებოდა. Yeah, just tranquilo, huh? Sota. აი დაიწყო დარება ეხლა მექანიკურად. ორ საფუარს გვაკეთებთ, რომელიც უფრო მოგვეწონება, იმას გამოვიყენებთ. ხო, ის წყალი უნდა ადუღებული იყოს, რომ ბაქტერიები მკვდარი იყოს ყველაფერი შიგნით. მე შაქარს უშევი აზავებ. ხო და აი საფუარის ჩამატება როდის ხდება? აი ბოლოს, ეგ სულ ბოლოს ხდება. სულ ბოლოს ხდება. საღამოს თუ ვიძავთ მაგას. აქ გაიღვიძეს საფუარებმა. ანუ იყვნენ თავისთვის ეძინათ იმ კონტეინერში ღვინის ფსკერზე. ჩამოვიდა იანი. გააღვიძა ჩაყარა წყალში. უნდა ხა ესენი ბედნიერებიც არიან, იმიტომ რომ შაქრიან წყალში არიან და შაქარი მათი საკვებია. და არის ცოცხალი ორგანიზმი, ეს აუცილებლად უნდა ვიცოდეთ. ეს არის საოცრება, ბუნების საოცრება. ეს ცოცხალი ორგანიზმები ჩვენ ძვირფას ხორბალს როგორ გადაქმნის თხევა და ლუდად. ნუ მარტო ეს არ გადაქმნის, რა თქმა უნდა, წყალთან ერთადაც იხარჯება, მაგრამ როგორც ვიცით,
ლუდი არის თხევადი პური. ჩვენ ხო გავაკეთეთ ოქროს პურზე უკვე ერთი გადაცემა. ეხლა ესეც ოქროს ლუდი იყოს. გონია ხოლმე რომ უფრო ევროპული სასმელია გერმანია, ბელგია, ჰოლანდიაც მათ შორის. მაგრამ ამას გაცილებით ღრმა ფესვები აქვს და დროა რომ ყველაფერი თავის ღრმა ფესვებს დაუბრუნდეს. არა ფისო? ჩვენ მაგისთვის ვართ აქ. ღრმა ფესვებში ვაბრუნებთ რაღაცებს. იმიტომ რომ ყანყალებთ. და როცა ყანყალებთ ფესვებში უნდა ჩადგება რა. მოგბეზრდა ეს ყანყალი. გადავედით ახლა მეორე ფაზაზე, რასაც დეგუსტაცია ქვია. გასინჯვა ქვია. პრელუდია, რა კაი სახე. ეგ ფესტივალს პატარებდით ხოლმე და იმის ფესტივალის ჭიქაა, ფესტივალის სახელია. ამ ლუდთან კავშირშია. რა დამისხი? ეგ სტაუტი, შავი ლუდი. ეგ ბოლოში ვსაუთ ხოლმე, მაგრამ მე მაინც ახლა გავასწარი მოვლენას. ეგ არის 8%-იანი ყველაზე ისეთი. ყველაზე ძლიერი? ხო. იანი გამაცანით. იანი არის ბრუმასტერი, ნამდვილი ბრუმასტერი. ხარშველი. იანი საქმე დამთავრებული ვაინშტეფანის უნივერსიტეტი. მაგ მიმართულებით ჩემ ხარისხისაცული აქვს. მოკლედ მთელი ცხოვრება ამ სფეროშია. და აი თქვენი გადაკვეთა როგორ მოხდა? გადაკვეთა სრულიად შემთხვევით თბილისში იყო გავლით. იანი და კნუ, ჩემი მეგობარი ასევე. მოგზაურნდეთ თურქეთში ხამსა თევზის საჭმელად. საქართველოს ნახვაც უნდოდათ. და რაღაცა ორი დღით იყვნენ ჩამოსულები. ხო, ისე მოხდა რომ ჩემს სასტუმროში დარჩნენ, ჰოსტელში უბრალოდ და გაიგეს რომ ჩემ ოჯახს ჰქონდა ლუდსახარში და დაინტერესდნენ და შემდეგ უკვე მე მგონი 6 თვეში თუ რაღაცა განმეორებით ჩამოვიდა უკვე ლუდსახარში სანახავად უბრალოდ. რა ქვეყანას მოეწონა ეთყობოდა თან ჩამოსასვლელიც ჰქონდა, რადგან ერთი საღამო გავიცანით. We drink a bit at night, eh? Oh, quite a bit. საბედის წევა შეხვედრა იყო. Lot of charger. და იმის მერე რა ვიცი, ძალიან ეხლა მეუბნებოდა გავყვე თათრას აზრი აღარ აქვს, იმდენჯერ ვიყავი საქართველოში. ნუ ერთი წელი იცხოვრა ახლა შარშან და ჩამოსვლით რა ძალიან ბევრჯერ არის იმის მერე ნამყოფი. რა იპოვე საქართველოში ლუდთან დაკავშირებით და რატო იყო საინტერესო შენთვის ეს რეგიონი როგორც ლუდის ხარშველისთვის? Well, first and foremost. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ლაშამ თავის ლუდსახარში წამიყვანა და მათი ლუდები გავსინჯე. ძალიან კარგი იყო. ვიგრძენი რომ მინდოდა ლაშასთან და მის მამასთან მუშაობა და საჭიროების შემთხვევაში დახმარება. გზად სხვა ლუდსახარშებიც აღმოაჩინე. ქისტური ლუდი, ჩრდილოეთ საქართველოში, სადაც უალკოჰოლო ლუდი მზადდება. ძალიან საინტერესო და კარგი იყო ჩეჩნური ლუდსახარშის ნახვა. ასევე ოტია თავისი შესანიშნავი ღვინის ლუდსახარშით. ოზურგეთი, შოთა. ყველგან კარგი ხალხია და ამ ინდუსტრიაში პროფესიონალებისთვის ბევრი საქმეა. ყოველთვის ვხედავ მცირე გაუმჯობესებებს, მაგრამ მეც ბევრს ვსწავლობ. ძალიან კარგია. დიახ. ყოველთვის შთამაგონებელია ეს მჭიდრო კავშირი ღვინოსთან. აქ გვერდით ღვინის მარანია, იქ ლუდსახარში. შეგიძლია აურიო, საინტერესო ექსპერიმენტები გააკეთო. სომხეთშიც გავაკეთეთ ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი 2019 წელს. ღვინო, საფუარი და ლუდი ერთად ავადუღეთ. ძალიან საინტერესო გამოვიდა. ეს რეგიონი იდეალურია ჰიბრიდული ექსპერიმენტებისთვის, რადგან ღვინო და ლუდი ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან. ესე იგი, ლაშამ ძალიან ისე მეცნიერულად აღწერა იანი. იანმა თვითონ ესა არაქართულად და მე უფრო გლეხურ ენაზე ვიტყვი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის. აი ძალიან გაგვიმართლა, რა ვიცი, აი რომელ სფეროში შეიძლება ეგრე დავასახელო, რა ვიცი, აი სოფლიო დონის ხარშველია და ეს რომ ფინანსურად გაგეკეთებინა, ამ დონის ხარშველი რო აქ ჩამოგეყვანა, ძალიან დიდ რა ვიცი, ძალიან დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული და ის რომ საქართველოს უყვარს და უბრალოდ ამას ენთუზიაზმით აკეთებს, პირველ რიგში და სიყვარულით აკეთებს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.
სამწუხაროა რომ ვერ ვაფასებთ ხო ბოლომდე და რაღაცა სხვანაირი დაფასება ჭირდება ესეთ ადამიანს, მაგრამ შეიძლება ესეც ჯობია ეხლა როგორც არის, მაგრამ არა, ესე ჯობია რა. ესე ჯობია, მაგრამ გაგვიმართლა ძალიან რა. წესით ეხლა ესეთ ადამიანს ლექციებს უნდა აკითხებდე რა, ყველანაირად უნდა ცდილობდე რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია და მეტი ცოდნა წამოიღო, მაგრამ ანუ ლუდი არის კიდე ძალიან საინტერესო სასმელი რა. მოდი თან დავიწყოთ ხო? მოდი ეს ცოტა მძიმე არის კი, გადავინახავ ამას სამომავლოდ და ეხა ცოტა მსუბუქის ყველაზე მსუბუქით დავიწყოთ. 5.5% ალკოჰოლი წინვარია. ეს ხელი ფერი უფრო მიყავს. ეს არის ბლანში. ამაში არის პორტუხლის ცედრა და კინძის თესლი დამატებული. ეს ჩვენი მოგონილი არ არის ბელგიელების მოგონილია და მაგრამ ჩვენი პორტუხალი და ჩვენი კინძია. ჩვენი ეზოს პორტუხალი და ჩვენი ეზოს კინძია. აი ზოგადად იდეა, თვითონ კრაფტის იდეა, რაც იყო იმდენად მოიხიბლე და იმდენად მომეწონა ეს რევოლუციური მიდგომა და ამ სამოხმარებლო ბაზართან ცოტა კონკურენციაში შესვლა და იმე ჩემით გავაკეთებ რა და არ მინდა ეს ინდუსტრიულად მოწოდებული ყველა ერთნაირი სახეობა და ცოტა მრავალფეროვნება, რომ აი თითქოს ჩემთვის იყო რა იცი რომ რა გზაც აქ დაიწყო ამ ინდუსტრიაში. ყველა ინდუსტრია ადრე თუ გიან მეთქი მაგზას გაივლის რა, ანუ ღვინოც გადის ახლა პრინციპში მაგზას, პურიც გადის, ალბათ ყველიც გავა და ეს ნელ-ნელა დაიწყება და აი თითქოს აი ეს ლუდის მხარშველები ჩემთვის აღმოჩნდნენ ცოტა ესეთი მებრძოლი პანკი ტიპები, რომლებიც რაღაც აჯანყებაში წავიდნენ ამ ინდუსტრიას. სულ და იანისთვის მეკითხა და აქამდე არ მეკითხია, სად გადის ზღვარი კრაფტსა და არა კრაფტს შორის. კითხოთ, აბა იქნება მოქცეს რა. გონია ეს აზროვნებაა. ზომა და რაოდენობა არაა მთავარი. გულწრფელი ლუდი უნდა გააკეთო. თქვენ მომხმარებლებს უნდა აჩვენოთ კარგი რა არის. არ არის საჭირო რომ დიდ ბაზარზე გაყიდო და გაიტანო შენი ლუდი. უბრალოდ უნდა აჩვენო ხალხს რა არის ლუდი. ეს აზროვნების სტილი უფრო ვიდრე ტექნოლოგია, ხო? აზროვნებაზეა დამოკიდებული, ტექნოლოგიაც ხშირად მოყვება. საფრანგეთსა და ამერიკაში კრაფტ ლუდსახარშები უზარმაზარია და ავტომატიზირებული, მაგრამ მაინც ბევრად მეტი სული აქვს, ვიდრე ინდუსტრიულ მასობრივ ლუდს. ყველაფერი პროდუქტის სულსა და აზროვნებაზეა. ეს არის რაც დიდად განასხვავებს კრაფტსა და ინდუსტრიას. მოდი ლუდის სულზე ვისაუბროთ. რა არის ლუდის სული? ჩემთვის, როგორც მიკრობიოლოგისთვის, ეს საფუარია. სწორედ საფუარი აკეთებს ყველაფერს. ვფიქრობ ეტიმოლოგიურად yeast მოდის გისტიდან, geistიდან, სული. ეს არის ლუდის სული. რას ნიშნავს geist? geist გერმანულად სულია. ჩემთვის ეს არის ლუდის სული. თუმცა სულს გარემოცვაც სჭირდება. სვია, წყალი და ლუდის მხარშველით საბოლოო პროდუქტში მონაწილეობენ. მაგრამ თუ საფუარს კარგად გაიგებ, შეგიძლია ყველაფერი გააკეთო. ჯადოქარი ვითხარ. ესაა ჩემი ფილოსოფია. ეს დამოკიდებულება, რომ ლუდს აქვს სული და არის ცოცხალი, ხარშვის პროცესშიც ძალიან ბევრს შეცვლის, არა? ზუსტად, პატივისცემით უნდა მოეპყრო. ეს ქორწინებას გავს, თუ საფუარს კარგად იცნობ. ისიც კარგად მოგექცევა. ესაა განსხვავება კრაფტსა და კომერციულ ლუდს შორის. დიახ, ერთ-ერთი მთავარი ღერძია. დიდ ინდუსტრიულ ლუდსახარშებშიც ბევრს იგივე აზროვნება აქვს, რადგან დიდი რაოდენობის ერთგვაროვანი გემოს მისაღებად საფუარის გაგება აუცილებელია. მაგრამ ხელნაკეთ ლუდსახარშებში ამას განსაკუთრებით უსვამენ ხაზს. აი ისე საინტერესო თქვა რა, ანუ საფუარი არის სული. ანუ ადამიანს რო შევადაროთ, შეიძლება რომ წყალი არის სისხლი ლუდში, ხორცი არის ალაო და მე უკვე ბოლო პერიოდში სვია დაემატა ტვინი შეიძლება იყოს ეგრელა და გამოვიდა ადამიანებით ერთი ანი არსება. სამება რაღაცა ხორცი არა, სვია გული ვთქვა. გულით შეიძლება, აი რაღაცა ტვინი არ იყო სრულყოფილი რა, სრულყოფილი არ იყო და სვია რო დაემატა გახდა სრულყოფილი. და ხო არ იყენებდნენ ძველ ლუდებში სვიას. სვიას არ იყენებდნენ. მე შემოვიდა, მაგრამ ისე შემოვიდა, რომ ახლა სვიის გარეშე უკვე წარმოუდგენელია რა.
სიდრი არის ბიძაშვილი ღვინის და ლუდის შეიძლება. It's cousin of beer maybe and between wine and They're close relatives. აი ეს არის ახლო ნათესავია ღვინის და ლუდის. და მე თუ მკითხავ ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი სასმელი საქართველოში. სახში დავჯექით და ნუ თუ არ შეიძლება რამე ნატურალური დალი და მე აი რა არის ნამდვილი და სუფთა და ტყეშია ვაშლი, ხო ეგეთი ის წამოგვივიდა რა ტყეში ვაშლი არის სუფთა, იქ არც ადამიანია ნამყოფი და მით უმეტეს არც წამალი და ესე ტყეში შევაგროვით და დავწუღრეთ და მე უფრო ანუ ეს არის ნამდვილად ყველანაირი სერტიფიკატის გარეშეა, მაგრამ ნაღდათ ლეჩხუმის მიტოვებული სოფლების და ტყიდან წამოღებული ვაშლით არის. არანაირი ინდუსტრიული ვაშლი არ გამოვიყენებთ. ეს მართლა არის ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი თავისივე საფუარით. ნაწილში ინდუსტრიული საფუარი გამოვიყენეთ, მაგრამ ეს არის ისა თავისივე საფუარით დაყენებული და ერთო ჩემო. ანუ და ესეთი ის არის რა. ეს უნდა გამოვავლო, ხო? აბა. სიდრის წარმოებლები და ლუდის წარმოებლები ძალიან მეგობრობთ, იმიტომ რომ ერთი მასში გავდივართ. და ბევრი ლუდის წარმოებელი სიდრსაც აწარმოებს. ითანად ხო? გერმანია. და რამდენი გრადუსია? 7. ალკოჰოლს ცოტა მაღლა ავდივართ. ეს არის შაქარს მაღლა ავდივართ, რომ 7 მაინც დარჩეს, რომ შეინახოს კარგად. And it's wild fermented, right? Wild fermented. იდე დაგიხვეწია, ბევრად წაია. აი, ტყეში ვისეირნე, ახლა ერთი ყლუპის და This is almost like a French cider. It's top class. Ugembrielesi. It's really good. ეხლა ძალიან შოვინისტური გამომივა, მაგრამ საოცარი. ეს სიდრის ასოციაციის დაფუძნებელი ვინც არის? ჩემი კლასელია სხვა შორის გიორგი ჭეიშვილი. იმან რაღაცა ბევრი ეძება და აღმოაჩინა რომ ვაშლიც ერთ-ერთი ის არის რა, უძველესი ქართული ხილია და ასევე ქართული სიდრით შეიძლება იყოს. კი, რა თქმა უნდა, თან ხელა რაღაცები და მე პირადად გორიდან ვარ და იმდენი ვაშლია იქ გორში და რა უქნათ ამდენ ვაშლს არ ვიცი. კი ბატონო, იდეალური ის არის. მით უმეტეს თან რუსეთში ვეღარ გადის ამ დიდი სატვირთოებით. ჩემ ბავშვობაში ეგრე გადიოდა იქ იყო წვერებს წურავდნენ რამე რუმე და ეხა დროა რა მაგისი თუნდაც რაღაცა ეს პატარ-პატარა კრაფტ ინდუსტრიები. საქართველოს რაღაცა კრაფტ ქვეყანა უნდა იყოს საბოლოო ჯამში რა. სხვანაირად ვერ გადავრჩებით. ხო, ინდუსტრიაში ვერ შევეჯიბრებით. ვერავის ვერ მოუგებთ ინდუსტრიულ ესეთი ბრძოლაში. პატარა ხარისხი და ცოტა და ხარისხი. Incredible, huh? აი თუ რამე არის სუფთა, ეს ნაღდათ არის, იმიტომ რომ ლეჩხუმში წამალი კი ადამიანი აღარ არის რო შეწამოდნენ. So it's totally ეს ბაბუაშენივით ენამოსტრებული ნათქვამი იყო. I want to ask იანს მინდა ვკითხო. როგორ ხედავ საქართველოს და მის ინდუსტრიას? იქნებ რამე რჩევებიც მოგცე? Well, in general, this is საერთოდ აქაურობა ედემის ბაღია, ნამდვილი სამოთხე პროდუქტებისთვის. ყველგან განსხვავებული ღვინო, განსხვავებული ხინკალი, განსხვავებული ხაჭაპური. ყველაფერი განსხვავებულია და ეს მრავალფეროვნება საოცარია. საქართველო ძალიან ცნობილია ღვინით, უძველესი კულტურით და ქვევრით. ზოგი ღვინო ძალიან კარგია, ზოგი სადავო. დასავლეთისთვის, რომელიც სტაბილურ ინდუსტრიულ ხარისხსაა მიჩვეული, ეს შეიძლება რთული იყოს. ჩემთვის, როგორც მიკრობიოლოგისთვის, ძალიან საინტერესოა. ახალ არომატებს პოულობ. როგორც წესი, მიკროსკოპიც თან მაქვს და ახალ აღმოჩენებს ვაკეთებ ხოლმე. იგივე ეხება ლუდსაც. კრაფტ ლუდების უმეტესობა ძალიან კარგია, მაგრამ ინდუსტრიულში ზოგს კითხვის ნიშნებს დაუსვამდი. ნუ, ამის თაობაზე მე ბევრს ვერაფერს ვიზამ, თუმცა ზოგადად პროდუქტების უკან დიდი ვნება დგას. ზოგჯერ ცოდნის ხარვეზებიც არის და მე სიამოვნებით დავხმარები ვარ, მცირე ცვლილებებიც დიდ შედეგს იძლევა. How do you see the მაშ potential? როგორ ხედავ პოტენციალს? it's huge. I mean, come on, you have უზარმაზარია. უამრავი ყურძნის ჯიშია, იდეალური კლიმატი მარცვლეულისთვის. სვიაც კი შეიძლება გაიზარდოს მთებში. მაშ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს პოტენციალი გამოვიყენოთ? საჭიროა ორგანიზება და თანამშრომლობა. მაგალითად, სვია მოსავლის შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა დამუშავდეს. ეს დაგეგმასა და თანამშრომლობას მოითხოვს. იგივე ეხება ქერსა და სხვა მარცვლეულს. ყველაფერი ორგანიზებული უნდა იყოს. ხო, ეს საქართველოს ყველაზე სუსტი ნაწილია. you said that. შენ ამბობ ამას. ქართული სიმღერასაც არის რა, ცალ-ცალკე რომ ღერია არაფერი, როგორც კი ესენი შეიგრინებენ ერთად ღერიან, გამოდის ქართული სიმღერა, ეგრე არის რა და ესეც დაახლოებით.
კაციშვილი ვერ გაჯობებთ ეს ამბო. ხო, ეგრე გამოვა. რაც პრინციპში მართალი, ყველა სფეროში ეგრე არ არის, ყველა ძალა სფეროში. ერთობაში. ხო, მაგრამ არ არის. ძალა ერთობაში არ არის. არა, ჩვენ არ ვართ ერთობაში. ხო, წაგონ ვახსენეთ, რომ არის ყველაზე ძველი სასმელი რა და ძალიან საინტერესო ზოგადად ადამიანის და ლუდის ურთიერთობა, როდის იწყება ეს იმ პერიოდის ადამიანი, როცა მონადირედან გადადის შემგროვებლობაზე, იწყებს მარცვლეულის მოყვანას, მერე ამ მარცვლეულთან ურთიერთობას და ამ ურთიერთობაში რაღაც ახალ აღმოჩენებს აკეთებს. ეს არის უდიდესი ნახტომი კაცობრიობის ისტორიაში და ფაქტობრივად ჩვენ მაგ ნახტომის შვილები ვართ, ასე ვთქვათ, აი რაღაცა ეს ტალღა რო დაიწყო ახალი ტალღა, თითქოს აი მაგ ტალღაში სადღაც გადავდივართ ახლა კიდე რაღაც ახალ ნახტომში. უფრო ტექნოლოგიურში ალბათ, მაგრამ ამხელა წვლილი ითამაშა და იყო ჩვეულებრივად საკულტო სასმელი, საკრალური სასმელი და საქართველოში სხვათა შორის ჰქონდა ეგ ფუნქცია საქართველოს. კი, აღმოსავლეთის მთაში იყო როგორც ღვინო ბარში, ისე იყო ლუდი მთაში. ეხლა საბჭოთა კავშირის დროს გავრცელდა ეს შებრუნებული სადღეგრძელოები და რაღაცები, მასე რომ დალიო მთაში შეიძლება ცოცხალი ვერ ჩამოახცე. ანუ როგორც ღვინო იყო დაფასებული, ანალოგიურად იყო ლუდი აბსოლუტურად ერთ სიმაღლეზე იდგა ორი. საქართველოში რა ტრადიციები გვაქვს ლუდის? თანამედროვეობაზე არ მაქვს ლაპარაკი, აი ისტორიაზე, თუნდაც ფშავში, ხევსურეთში, თუშეთში. ქერი ქონდათ. აკეთებდნენ ალაოს და ხარშავდნენ ხშირად არ. სალუდე ქერი. ხო, სალუდე. ცალკე მოყავდათ სალუდე ქერი. კი, ცალკე. კი და ხო, ნუ როგორც ვიცი, რაღაც მინდა ადგილებიც ქონს რაღაც მაგით. სადაც არავინ არ ჩადიოდა, მარტო ის ხალხი, ვინც სამლუდის ხარშვაში ღებულობდა. ხალი კი არა, კაცებიც არ ჩადიოდნენ ბევრი. იქ სპეციალური ადგილები იყო, სადაც ეს წმინდა საალაოე ქერი მოდიოდა, რომ მე ეს დღესასწაულისთვის, ხატობისთვის, ან სხვა დღესასწაულისთვის მოეხარშათ მაინდამაინც იმ ქერით. ხო, სვიასაც შეეხება, მე მაქვს წაკითხული, რომ სვია აქ ჰქონდათ ბარიდან. რაც ცოტა უცნაურია, იმიტომ რომ მთაში მოდის სვია და ნუ არის ვარაუდი 100 წლის წინ ერთ-ერთი წამყვანი ლუდის კვლევარი საერთოდ ვარაუდობდა პირველად კავკასიაში დაიწყო საერთოდ სვიის დამატება ლუდში. ხევსურები ან ოსები უნდა იყვნენ პირველები ვინც დაიწყეს ეს დამატება. ერთ-ერთი ვარაუდი იყო რა თქმა უნდა. არ არის დადასტურებული და ძალიან ძნელია მაგის დადასტურება. პლუს კავკასიური სვია არის ყველასგან განსხვავებული. სვია არის არომატი და გემო რომ რაღაცა შეკრას საბოლოო ჯამში. ეხანდელი ლუდი რო იმასგან. და პლუს აქ ძალიან დიდი რაღაცა პლუსი ინახავს ლუდს. გაფუჭებისგან იცავს. და ეს მცენარე არის რაღაც. ეს არის ბუჩქი. სვიაზე კიდე ერთი საინტერესო სხვათა შორის. აი იანის მეგობრები რა, იმ უნივერსიტეტიდან რაც დაამთავრა და სადაც კავშირი აქვს. ვაინშტეფანის წამყვანი უნივერსიტეტია, ყველა ძველ ლუდსახარში რომელიცაა, მაგას აქვს თავისი უნივერსიტეტი. მაგ უნივერსიტეტიდან ყოველ წელს ჩამოდიან საქართველოში მარტინი, მატიასი და ხუანი, არგენტინელი, რომელიც ეძებენ საქართველოში საფუარის წარმომავლობას. ანუ ლაგერის კონკრეტულად პროექტი აქვს ლაგერის საფუარის ძირს ეძებენ, საიდან მოდის ეს ლაგერის საფუარი. იმიტომ რომ ლაგერის საფუარი არის უფრო გვიან დაიწყეს ლაგერის საფუარის გამოყენება. ძირითადად ელები იყო, მანამდე ელის ტიპი იყო გავრცელებული. და ერთ-ერთი ვერსიაა, რომ საქართველოს შეიძლება იყოს ეს ისა, რა ქვია, ლაგერის საფუარი საქართველოს შეიძლება მოდიოდეს და ორი წელი, აი მესამე წელი დარჩათ, ახლა კიდე წელს ჩამოვიდნენ 26-ში. და ამას როგორ ეძებენ, სადღაც? ანუ ნიმუშებს იღებენ რა. გენეტიკური კოდით იმაშვებიან, ეძებენ რა მარტივია. ხო, ნუ რაღაც საოცარ ეპოქაში ვარ. აი მან უყურე, ძალიან საინტერესო კავშირია, მაგალითად მე ბებიაჩემი მახსოვს, რომ სვია მცენარეს კრებდა და ხმარობდა საფუარად. პურისთვის. პურის საფუარად. გაგიგია შენ? კი, როგორ არ გამიგია. ხო, ანუ ისეთი ისაა რა, საქართველოში ეგ იყო გავრცელებული. და ძალიან უცნაურია, ანუ ეგ სავარაუდოდ იმიტომ ხდებოდა, რომ თვითონ ეს რადგან სვია ისეთი მცენარეა, რომ ბაქტერიას არ უყვარს და ერიდება. ალბათ იღებენ, მაგიტო იღებდნენ, არ ვიცი, მაგიტო იღებდნენ იმას, რა ქვია, საფუარს რა, მაგიდან სუფთას. და
ანუ ეგეც უცნაურია, შეიძლება აი მანდ შემორჩა ის ტრადიცია, რომ აი მანდედან საფუარად იყენებდნენ ლუდისთვისაც სვიას და რაღაც მომენტში მე მივხვდნენ, რომ ცოტა მეც თუ მისცემ, ცოტა ადრე თუ მისცემ, გემოსაც მისცემს და არ ვიცი. შეიძლება მართლაც მე დაიწყეს. მოკლედ ახლა ბოლო ის დარჩა, ბოლო აკორდი, სვის მიცემა და მაგითი ხარჯვის პროცესი მთავრდება. ეს არის წეღა რაც ვამბობდით გემოს რაც აძლევს და კი, ბევრ რამეზე თან ცოტა იმასაც უკეთებს დაცვას. მოკლედ ეს არის თვითონ ბუნებაში ამ საკითხით არ არის რა თქმა უნდა, ფოთლები არის, ეს არის დაპრესილი ფოთლები. ეს არის მცხოვრები მცენარე, რომელიც არის ფოთლები დაპრესილი. ხო, პელეტი ქვია მას, ეს საბჭოთა კავშირის დროს ჩეხებმა წაიღეს ყაზბეგთან ახლოს და თუმცა მწარია. კი, შეიძლება, მაგრამ მწარია. მოკლედ ახლა ეს ბოლოსკენ უნდა მივიცეთ, ბოლოში ესე 1 ლიტრზე 1 გრამს მივიცეთ. ეს რა ნიშნით გაქვს შერჩეული და საიდან იშოვე? ეს ახლა გამოწერილი მაქვს. ჩეხური სვია. ოღონდ ქვია ყაზბეგი, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის დროს წაიღეს ეს ნერგი და იქ გამრავლეს და ახლა ძალიან ცნობილი სვია თელსოფლიოში, მაგრამ ქართული გენეტიკა. ქვია ყაზბეგი? კი, ყაზბეგი ქვია, კი. რასა? კი. ამ დასახებაში ერთადერთი ქართულია და სოფლიოს მასშტაბით იყენებენ? კი, აქტიურად იყენებენ. აი ჩეხურ ჯიშებში სააზის მერე ერთ-ერთი ეს არის. საქართველოშიც ალბათ იქნება პოპულარული თუ არა? არა, აქ ჩვენ არ გვაქვს ამისი დამზადების ისე ვინმე თუ მოყავს თავისით ველურად, თორე მე ამას დამუშავება ჭირდება და ეს ჩვენ მაგისი ლაბორატორია და მაგის ქარხანა არ გვაქვს, ვინც ამას დაამუშავებს ასეთ დონეზე. ამას მე გაზომა უნდა ალფა-მჟავიანობის, ბეტა-მჟავიანობის, მაგრამ ეხლა მივცეთ ეს და ამას რაგვენაირად ვიფიქრებდი, რომ ქართული სვია არის სოფლიოში რაღაც სახელიდან. ახლა რომელსაც ქვია ყაზბეგი. ჩავაყაროთ. და ეს ერთი პატარა ჯამი ყოფნის ამხელა. აქამდე კიდე მივეცი. ეს უბრალოდ არის ბოლოში აი ლობიოს რომ წვანილს მოვაყრი თავზე. ნაწილი ხონდა ჩაახარჯო, მაგრამ ბოლოს ფრაზე რო გაქვს პატარას მოვაყრი, ეგ ამბავია რა. თუში კაცი არის ძველი საფერმენტაციო ის აქ, ქვაბი, აგერ უკან შეწვერილი კოშკი დგას. ეს არის ერთი საუკუნის ფოტოა დაახლოებით თუშეთში გადაღებული. ნუ იმის ის არის ფოტომასალარი რომ ხარშავდით. ლუდს და შანშანწინ ხატში ვიყავით ასულები და იმის წინ ხევის ბერს დავკვირდი რომ რაღაცას მოვხარშავ მეთქი აკაურობისთვის და იანმა რეცეპტი შემაქნევინა, აი დაახლოებით როგორი ლუდი მოიხარშებოდა ალბათ მთაში და აი იმის ის მოვხარშეთ. მე რო გავასინჯე, თქვა რომ დიდი შანსიაო რომ ესეთი ყოფილიყო და ანუ არ დამიწუნა, მოიწონა. ხო და ეს უნდა ნახოთ აბა როგორი არის. ბევრი საგანძური გვაქვს და მე მგონი რომ ლუდიც ერთ-ერთი საგანძური არის საქართველოსი და იმედი მაქვს რომ ამ საგანძურებს აღმოვაჩენთ და გამოვიყენებთ შესაბამისად რა.